მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. მამუკა ხაზარაძე დღეს საპატიმროდან Facebook პოსტით გახარია საქართველოსთვის და ლელოს გაერთიანებას მიესალმა. აღნიშნული გაერთიანება კი კვლავ განსჯის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. სამ თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევანის გარეშე და ხელი არ შეუწყოთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა. აღნიშნული მიმართვა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროდან სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ლელოსა და გახარიას პარტიებს შორის მემორანდუმს მიესალმა. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია, ნათქვამია წერილში. ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ პოლიტიკური შეფასებებისა და კრიტიკის თემაა ოპოზიციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეჟიმის დასრულებისთვის ამ ბრძოლაში შესვლა, რომელიც გულისხმობს ამ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას, არის ერთ-ერთი დამატებითი გზა მიზნის მისაღწევად. სექტემბრის დასაწყისამდე შეგვიძლია დავასახელოთ კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში, შესაბამისად გაიგებთ ამას ოფიციალური წყაროებიდან, გაიგებთ ორივე პარტიიდან, როდესაც იქნება ამისი დრო. ახლა რეალურად მიდის სამუშაო პროცესი, მათ შორის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევარჩიოთ ერთობლივად კანდიდატები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნებიან მისაღებები და ეს იქნებიან პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები. ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ მერობის კანდიდატებზეც შევთანხმდეთ. ამ ეტაპზე დავიწყეთ კომუნიკაცია მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვადა 4 სექტემბრამდე და საბოლოოდ 4 სექტემბრამდე აუცილებლად გავასაჯარაოებთ ჩვენი კანდიდატების ვინაობასაც. ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გახარია ხაზარაძეს შორის, არამედ ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. რაც გახარიას ნაწილში სრულად მოსალოდნელია, იმიტომ რომ ის უბრალოდ უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს, ხოლო ლელოს შემთხვევაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ძალას გამოუცხადა ნდობა, იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება. თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ კრიმინალურ არჩევნებში, გაყალბებულ არჩევნებში, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ხარ კრიმინალში მონაწილე, ხარ გაყალბებაში მონაწილე, ხარ სიმულაციაში მონაწილე. აქედან გამომდინარე ეს ცხადია, რომ მათ ასევე მოუწევთ ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, თუ არ დაიდება ის შედეგი, რასაც ხალხს პირდებიან და დიდია ალბათობა იმისა, რომ არანაირი შედეგი არ დაიდება წინააღმდეგობის და ბრძოლის ნაწილში. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისინი ვერ აცდებიან, იმიტომ რომ მათი ეს გადაწყვეტილება გადის ათეულობით პატიმართან მიმართებაში, რუსთაველზე პროტესტთან მიმართებაში. როდესაც ეს 4-ვე რადიკალური პარტია საუბრობდა ეგრეთ წოდებულ ბოიკოტზე და თითქოს არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თავიდანვე საუბრობდით იმაზე, რომ მიიღებენ ისინი დავალებებს და მაინც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ შემთხვევაში იკვეთება კონფიგურაცია შემდეგნაირად, რომელიც საბოლოოდ როგორ დაალაგდება, ცოტა ხანში შევიტყობთ, რა თქმა უნდა, რომ ორ პარტიას დაავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ორ პარტიას არ დაავალეს, ვინაიდან რებრენდინგი ხდება ნაციონალური მოძრაობის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და მათი შეფასებები ქართული პოლიტიკოსების მიერ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა გაავრცელა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება და მისი შეჩერების საკითხები განიხილეს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. კალას წერილის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რომელიც როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა. რეკომენდაციების შესრულების ბოლო ვადად კი აგვისტოს ბოლო განისაზღვრა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური. როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან. ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომენდაციები მოცემულია ვიზა ლიბერალიზაციის შეფასების მე-7 ანგარიშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს. საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასევე დისკრიმინაციის საკრძალვა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია და ასეთი 8 არის. თუ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მოცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება იქნება თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება და მაშინ როდესაც გვესმის რომ ოპოზიციის 8 ლიდერიდან 7 დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტებთან, რომელიც ახლახან მაგალითად მოვიყვანე. ამ დრომდე ჩვენ ვინ არჩუნებთ პოზიციას, რომ არ გვინდათ კიბილი მივაყენოთ ქართულ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად. ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც გუშინ გავიგეთ მინისტერიალზე. მეორე, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი, რომელიც გუშინ გამოიგზავნა ევროკავშირის მხრიდან. არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი რა არის ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორად აღიქვან რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან კაფეოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც 10 წლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა ეს არის წინააღმდეგობა, არ თანამშრომლობა. მისი განცხადებიდან რეალურად ახალი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია, ეს ნაცნობი რიტორიკა რა თქმა უნდა, მუქარი შანტაჟის ზენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა მაგალითად პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას, თვითონ ატყობენ და თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერები დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან ამას რასასჯელი მოყვება და თავისი ფეხით მიდიან სახსჯელასრულების დაწესებულებაში. ბატონი ყაველაშვილის დადებული ის წინადადება, რომლითაც ის თავაზობს ამ რადიკალურ ლიდერებს, რომ მიმართონ მას შეწყალები და იგი გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას, შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო ფიზიკურად არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარე და აბსოლუტურად არავის არაფერი არ ქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ასოციაცია გურიას ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრს თანამედროვე სტანდარტების ადაპტირებული ლიფტი შეემატა. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილების გაუმჯობესებას და მათ ღირსეულ გარემოში ყოფნას. ასოციაცია გურიას ბაზაზე არსებულ ურეკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულიად ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდა. პროექტ ადგილზე გაეცნო საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენის ცერვასი, რომელიც ადგილზე მყოფ ბენეფიციარებს უშუალოდ გაეცნო და შემდგომი მხარდაჭერაც გამოთქვა. გერმანიის მხრიდან. თავის მხრივ
გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლიერება გამოხატეს ასოციაცია გურიას წარმომადგენლებმა. მიხარია რომ აქ ვართ და პირადად გაგიცანით როგორც იქნა ჩამოვედით ურეკში და ადგილზე ვიხილეთ პროექტი რომლის განხორციელებაშიც გერმანიის საელჩომ მიიღო მონაწილეობა. მანამდე მხოლოდ ფურცელზე ვხედავდით ამ იდეას და ვფიქრობდით რომ ეს კარგი პროექტი იყო. ახლა კი ვხედავთ რომ ეს ლიფტი მართლაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მიხარია და ვამაყობ რომ შევძელით წვლილი შეგვეტანა ამ არაჩვეულებრივ საქმეში. ჯერა რომ თქვენი ბენეფიციარებისთვის ცხოვრება უფრო კომფორტული და ღირსეული გახდება. 2012 წლიდან კურორტ ურეკში ფუნქციონირებს საქველმოქმედო ასოციაცია გურიას ბაზაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ყოველწლიურად 500-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევთ საკურორტო სარეაბილიტაციო მომსახურებას. გასულ წელს წყობრიდან გამოვიდა შენობაში არსებული ლიფტი. პრობლემის გადასაჭრელად მიმართეთ მონაწილეობა მიიღეთ გერმანიის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამაში, სადაც გამიმარჯვეთ და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტი, რაც საშუალებას მოგცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მომსახურებას სრულფასოვან გარემოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ორგანიზაციის და ბენეფიციარების სახელით გერმანიის საელჩოს საქართველოში, რომელმაც აღმოგვიჩინა დროული და ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გუშინ დაიხურა. ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ზუგდიდის თეატრი სპექტაკლი სამანიშვილის დედინაცვალი გახდა. 5 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდა თეატრალური დღეები ოზურგეთსა და ჩოხატაურში, რომელიც უკვე 10 წელია იმართება. ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის დახურვამდე მაყურებელმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრისა და ოზურგეთის დრამატული თეატრის კორპროდუქცია იხილა. წარმოდგენილი იყო ებრაელი დრამატურგის ანათ გოვის პიესა ოღმერთო, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა კონკურს გარშ გამოიტანა. წარმოდგენა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე, უიმედობაზე, რწმენის აუცილებლობასა და მის საჭიროებაზე მოგვითხრობს. ღმერთისა და ფსიქოლოგის დიალოგი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიმდინარეობს, საინტერესო და დამაფიქრებელია. მოგვიანებით კი ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე თეატრალური ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. მაყურებელმა ღონისძიების დაწყებამდე პატივი მიაგო თბილისში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 2 ადამიანის ხსოვნას. ფესტივალის ჟიურის მიერ, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან შედგებოდა, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, სცენოგრაფები და რა თქმა უნდა მსახიობები. 2025 წლის ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი ზუგდიდის თეატრი გურამ კაშიას მიერ დადგმული სპექტაკლით სამანიშვილის დედინაცვალი გახდა. მათ ჯილდოსთან ერთად ფესტივალის სპონსორებისგან ფულადი პრემია 10,000 ლარი გადაეცათ. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგანაც დღეს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე და მე მინდა ეს ფესტივალი მივულოცო კიდევ ერთხელ ქართულ თეატრს, ოზურგეთის თეატრს და ყველა მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ წარვადგენთ ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი სამანიშვილის დედინაცვალი დავით კლდიაშვილის პროზის მიხედვით, რომლის ინსცენირებას ალექსანდრე ქოქრაშვილს ეკუთვნის და ავიღეთ დღეს გრან-პრი. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოქმედებით გუნდს, რომელმაც ამ სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა. ეს დღეები ემოციის გარეშე არ გადის, რა თქმა უნდა და ეს ემოციები არის ძალიან ღრმა, ძალიან ბედნიერი და რა გითხრათ, ამ ყველაფერს ახლავს ის სიხარული, რომ ქართული მწერლობა ბრუნდება ქართულ სცენაზე და არა მარტო ქართულზე. ის რომ ოზურგეთის თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სახელი აქვს, ჩამოდიან თეატრები და მათ ქართველი მწერლის ნაწარმოებები ჩამოაქვთ
დადგმული. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, ქართული თეატრის პოპულარიზაციისთვის, მწერლობის პოპულარიზაციისთვის და რაც მეტი ქვეყანა ვილაპარაკებთ კულტურის ენაზე, მშვიდობაც და გურია მშვიდობის გარეშე როგორ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან დღეს ამ სცენაზე ვაჟა-ფშაველამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ. დღეს ნოდარ დუმბაძემ გაიმარჯვა, კლდიაშვილმა გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის ფესტივალის გამარჯვება და ეს არის ქართული ლიტერატურის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებოდი ასეთ მშვენიერ ქალაქში და მქონდა პატივი მიმეღო მონაწილეობა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალში როგორც ჟიურის წევრს. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ძალიან ღირებული გამოცდილება. ამ დღეებმა კიდევ უფრო დამაახლოვა ქართულ კულტურასთან. გავიგე ბევრი მნიშვნელოვანი რამ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. შევხვდე განსაკუთრებულ მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვიგზენი მაყურებლიდან წამოსული სითბო. ფესტივალის მიზანი პატივი მიაგოს დიდი მწერლის მემკვიდრეობას და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ლიტერატურას მართლაც შთამაგონებელია. მადლობა ბატონ ვასო ჩიგოგიძეს, ლაშა ჩხარტიშვილს, ყველა ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუკეთა ფესტივალს, ასევე კულტურის სამინისტროს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მადლობა სპონსორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი ღირებული პროექტების არსებობას. მე კი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით. ბედნიერი ვარ, აქტონებული ვარ. მადლობა ჟიურის, რომელმაც ესეთი ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა ყველას, კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, გუბერნიას, ყველა ადამიანს, ვინც მხარში მედგა, სპონსორებს. დიდი მადლობა მათ მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ფესტივალებამდე. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.